Sistema უნდა დაიგრეს Sistema უნდა დაიგრეს Sistema უნდა დაიგრეს Sistema უნდა დაიგრეს თუმცა შეიძლება მედიკალ დამოკიდებულება ჩვენ ოპონენტებთან გვექნება აბსოლუტურად კორექტული და თანმიმდევრული კონსტრუქციული. საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას და ის საქართველოს ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან ერთად ღირსეულად გადაიტანს ეტაპს, რომელიც ამნისტიას მოყვება. ასევე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა ამბობს, რომ დღეს იყო ისტორიული დღე, რადგან დღეიდან უკვე პარლამენტი პრეზიდენტის ნების შესაბამისად აღარ იმოქმედებს. 25 აპრილს ხუთშაბათს 6 საათზე ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატების სემინარი თემაზე რა შეიცვალა საქართველოში არჩევნების შემდეგ. ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რამდენად სრულდება დაპირება, სისტემა უნდა დაინგრეს. ინგრევა თუ არა ის სისტემა საქართველოში, რომელიც არსებობდა არჩევნების წინა პერიოდში. რა მიმართულებით მიდის საქართველო და რას უნდა მოველოდეთ მომავალში. იმედია საინტერესო მსჯელობა იქნება. თხოვთ მოგხდანთ. მადლობა.